ქართველი ხალხის ნება არ არის ასახული, თუ შეიძლება ვიტყვი რა ძალიან მოკლედ და შევალ. ალბათ ზურაბიშვილთან და გამოვალთ და მე დამატებით გავაკეთეთ კომენტარებს. ქართველი ხალხის ნება არ არის ასახული საერთოდ. აქ სფეროს საუბრობს არჩევნები გაყალდა, არჩევნები გადაიწერა, არჩევნები არ ჩატარებულა. ეს არის არჩევნები. თუ ვინმე სჯერა დედოფლის წყაროდან დაწყებული, ყაზბეგით დამთავრებული, თბილისით დაწყებული, ხულოთი დამთავრებული, რომ ქართულ ოცნებას ამ ქვეყანაში 60% ხარდაჭერა აქვს. გაეზარდა ხარდაჭერა თითქმის 20%-ით. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ასეთ ადამიანთან კამაც აზრიარავს და მადლობა ღმერთს, ასეთ ხალხი არის ძალიან ძიმე უმცირესობაში. მე პირდაპირ გეტყვით ჩემს ემოციებს კოალიციის ცვლილებების გადაწყვეტილება თქვენ მოისმინეთ. პარლამენტში არ იქნება არც ერთი კოალიციის ცვლილებების წარმომადგენელი, იმიტომ ეს არ არის პარლამენტი, ეს არის სანოტარო ბიურო, რომელმაც უკანასკნელი წლების განმავლობაში დაადასტურა სანოტარო ბიურო. ეს პარლამენტი უნდა გახდეს ერთპარტიული კომუნისტური ყაიდის პარლამენტი. თავისი ფორმითაც, შინაარსით ისედაც ასეთი იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ოპოზიციური ჩვენი კოლეგებიც ანალოგიურად ჯერ ამისი მოიქცევიან შესაბამისად ბიზნეს ევანიშვილი რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი საზოგადოებისგან უახლოეს პერიოდში და სიმართლე მის ხარეს არ არის. მან მოისწრაფა დიახაც საკუთარი, არ ვიცი, ძალაუფლება, ბევრად ადრე ჩამოშორდება, ვიდრე მას გონია. ასლან აბაშიძემაც უკანასკნელ პერიოდში სანამ ის იყო ასლან აბაშიძე, მე მგონი 60% დაიწერა და რამდენიმე თვეში ეს ადამიანი ქვეყანაშიც კი ვერ გაჩერდა, აღარ გაეჩერებოდა. ივანიშვილი ვერ იქნება გამონაკლისი. ყველაფერთან ერთად, რა შეურაცხყოფაც მიაყენეს დიდიან პატარიანად ყველამ, აი დაკვეთით მოქმედა ქართული ოცნების ხალხმა, ეგ უწოდება ანგაჟირებულმა, ფულს რო უხდიან ასეთმა და ზონდერებმა, მათ შორის ზუგდიდში, როდესაც ორჯერ თავს დაესხნენ ზუგდიდის შტაბს და ახალგაზრდებთან ანგარიშტორება ფიზიკური სადეს და სახელი და გვარები ყველას ვიცით, ვინც ამას ჩადიოდა და არა მარტო ზუგდიდში, მარნეულში და ყველგან და ყველგან. ასეთი ადამიანების სახელი და გვარები, რა თქმა უნდა, დამახსოვრებული იქნება, რომ კანონის წინაშე წარსგნენ. და წარსდგებიან, მას შემდეგ, როდესაც ივანიშვილი აღარ იქნება მართვის სადავერთა და იქნება კოალიციური მმართველობა ხელისუფლებაში. კარგია, რომ საზოგადოება აგრძელებს ბრძოლას და აგრძელებს გასამაგებული, გაოთხმაგებული ენერგიით. შესაბამისად, ახლა მხოლოდ ემოციური საუბარი და გადაწყვეტილებები არ არის საკმარისი, იქნება ძალიან მკვეთრი, ძალიან გააზრებული გადაწყვეტილებები, რომელსაც მოყვება კონკრეტული ნაბიჯები და ნახოთ საზოგადოება რისთვის არის მზად. საზოგადოება ცვლილებებისთვის იყო მზად და არის და ამ ცვლილებებისთვის იქნება ბრძოლაში მანამ სანამ ცვლილებები დადგება. ძალიან ალბათ დიდი სენსაცია უნდა მომხდარიყო და ძალიან უნდა გამართლებოდა ქართველ ხალხს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს დილით გამოსულიყო და მოელოცა თქვენთვის გამარჯვება. ამისი მოლოდინი, რა თქმა უნდა, თითქმის არავის არ ჰქონდა. ის არ იტყოდა, რომ ავიღე 48%, ან ავიღე 60%, თქვა, რომ მან აიღო 60%, იოდო ქართველი ხალხი ვიტყვით ჩვენ სათქმელს და ეს ქვეყანა ევროპულ გზას ვერ აცდება. მარტო მანდატები კი არ მოპარა ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის არჩევანი კი არ მოიპარა. მოპარა ევროპული არჩევანი გუშინ. მოპარა დროებით და ამ არჩევანს ხალხი დაიბრუნებს სამარაჯამოდ. დიდი მადლობა, შევალ ახლა თქვენს ნებად.